საკვების გადანაწილებაში იგულისხმება თუ რა დროს, რამდენს და რა სიხშირით მივიღებთ კალორიებს და მაკრონუტრიენტებს დღის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ საკვების გადანაწილება ისეთი მნიშვნელოვანი არაა, როგორც კალორიული ბალანსი და მაკრონუტრიენტების შერჩევა, სწორად გადანაწილებულ კვებას შეუძლია უკეთესი შედეგი მოგცეს დროთა განმავლობაში. საკვების გადანაწილების მეთოდები შეიძლება ძალიან მარტივიც იყოს და ძალიან კომპლექსურიც. ისეთ ადამიანებს, რომლებიც ახლად იწყებენ სწორ კვებაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვას, კომპლექსური მეთოდები არ დასჭირდებათ, იმიტომ რომ მათი გამოყენებით დიდად განსხვავებულ შედეგს მაინც ვერ მიიღებ და პირიქით შეიძლება კომპლექსურობა მისე გაართულოს მთელი პროცესი, რომ საბოლოოდ გაგრძელება აღარ მოგიდეს. კვების იდეალური გადანაწილება უფრო ისეთი ადამიანებისთვისაა, ვინც უკვე გამოცდილია და ზედმეტი დაგეგმვა მათთვის სირთულეს არ წარმოადგენს. ან სპორტსმენებისთვის, რომლებსაც ყველაფრის გაკეთება სჭირდებათ მაქსიმალური შედეგის მისაღებად. ამის გათვალისწინებით, მოდი პირველ რიგში განვიხილოთ ზოგადად რა შეგვჭირდება საკვების გადანაწილებაზე ფიქრი. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ საკვების გადამუშავების და ათვისების დრო დამოკიდებულია ულუფის ზომაზე, მის მაკრონუტრიენტების შემადგენლობაზე და საკვების ტიპზე. ამ ფაქტის გათვალისწინებით შეგვიძლია საჭმლის გადამუშავება დავაჩქაროთ ან შევანელოთ ჩვენი მიზნების მიხედვით. მაგალითად, ვარჯიშის შემდეგ, როცა ორგანიზმს ნუტრიენტების სწრაფად სჭირდება აღსადგენად, ისეთ საკვებს მიიღებ, რომელსაც მოსანელებლად დიდი დრო არ სჭირდება. საპირისპიროდ თუ დღის განმავლობაში ისეთი პერიოდები გაქვს, როცა დიდი ხანი ვერ ახერხებ ჭამას, პირიქით, ისე შეჭამ, რომ მიღებული საკვებით ნელ-ნელა მარაგდებოდეს ორგანიზმი. ამ დროს იდეალური ვარიანტია დიდი ულუფების ჭამა, იმიტომ რომ დიდ ულუფებს მეტი დრო სჭირდებათ მოსანელებლად. ფონელების სიჩქარეზე მაკრონუტრიენტების შემცველობასაც აქვს მნიშვნელობა. მაგალითად, ცხიმების გადამუშავებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ცილების და ნახშირწყლების. ამიტომ ხანგრძლივი უჭმელობის პერიოდების წინ ცხიმით მდიდარი საკვების მიღება კარგი იდეაა. ვარჯიშების შემდეგ კი პირიქით. ამ დროს სწრაფად გჭირდება ენერგია, ამიტომ ცხიმი მინიმალური უნდა იყოს. კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი არის საკვების ტიპი. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ სამივე ცილის წყაროა, პროტეინის ფხვნილს მხოლოდ 1 საათი სჭირდება გადასამუშავებლად და ასათვისებლად, ხორცს შეიძლება 4 საათი დასჭირდეს, ხოლო კაზეინის ცილას, რომელიც ხაჭოში შედის, შეიძლება 7 საათი დასჭირდეს. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივ შემთხვევებში შეგიძლია ხორცი ჭამო, ვარჯიშების შემდეგ და ვარჯიშის წინ შეგიძლია პროტეინდალიო, რომ სწრაფად მიაწოდო ორგანიზმს საჭირო ცილები და ძილის წინ ხაჭო ჭამო, რათა მთელი ღამის განმავლობაში ნელ-ნელა მარაგდებოდეს ორგანიზმის საჭირო ცილით. ცილების მსგავსად მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლების, მაგალითად კამფეტის მონელება და ათვისება უფრო სწრაფად ხდება, ხოლო დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე ბურღულეულის გადამუშავებას უფრო მეტი დრო სჭირდება. ნახშირწყლების გადანაწილებაზე მოგვიანებით უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, ახლა კი განვიხილოთ კვების გადანაწილების მთავარი ასპექტები, როგორიც არის კვებების რაოდენობა, მათი სიხშირე და ულუფების ზომა. კალორიების და მაკრონუტრიენტების შერჩევის შემდეგ ეს სამი რაღაც ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. რაც უფრო ნაკლებია კვებების რაოდენობა, მით უფრო მეტი უნდა იყოს ულუფების ზომა იმისთვის, რომ კალორიების ნორმა შეავსო. მაგალითად, 2000 კალორია თუ მაქვს მისაღები და დღეში მხოლოდ ორჯერ ვიკვებები, ორივე კვებაზე ულუფების ზომა ძალიან დიდი იქნება. იგივე 2000 კალორია 6 კვებაზე რომ გადავანაწილო, ულუფების ზომა რა თქმა უნდა შემცირდება, იმიტომ რომ 2000 კალორიას არ გადავაჭარბო. კვების სიხშირე, ანუ კვებებს შორის დროც კვების რაოდენობაზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ დღეში მხოლოდ ორჯერ თუ ვიკვებები, მათ შორის დრო მეტი იქნება, ვიდრე დღეში 10ჯერ ვიკვებებოდე, იმიტომ რომ 10 კვებას შორის დრო ფიზიკურად ბევრი ვერ იქნება. კვების რაოდენობის რეკომენდაცია 4-დან 8 კვებამდეა დღეში, იმიტომ რომ 3-დან ნაკლები ძალიან დიდ დროს ტოვებს კვებებს შორის, ამათ შეიძლება შიმშილი გამოიწვიოს. 3-ზე ნაკლები მცირე კუნთის დაკარგვის რისკს ასაჩენს, იმიტომ რომ რაღაც პერიოდებში საკმარისი ამინომჟავების ცირკულირება არ ხდება ორგანიზმში. 9 და მეტი კვება კი ზედმეტად ბევრია, იმიტომ რომ ულუფები ამ დროს ძალიან მცირდება და შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ მთელი დღის განმავლობაში ჭამდე, მაგრამ დანაყრებული არასდროს იყო. ამას გარდა 9 კვების მომზადებას და ჭამას ძალიან დიდი დრო სჭირდება, რაც საკმაოდ არაპრაქტიკულია. 4-დან 8 კვებამდე ის შუალედია, როცა კვებებს შორის ნორმალური დაშორებებია და ულუფები არც ძალიან დიდია და არც ძალიან პატარა. რაც შეეხება კვებებს შორის დროს, მათი გადანაწილება თანაბრადაც შეიძლება დღის განმავლობაში და სტრატეგიულადაც ვარჯიშების და ფიზიკური აქტივობების გარშემო. ამაზე უფრო ვრცლად შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ. აქ მთავარი მაინც ის არის, რომ კვებებს შორის იმდენი დრო იყოს გამოყოფილი, რომ არც მაშინ ჭამდე, როცა ჯერ საერთოდ არ გშია და არც ზედმეტად გშივდებოდეს შემდეგ კვებამდე. ასეთი დრო სადღაც 3-დან 6 საათამდეა, იმიტომ რომ 6 საათის შემდეგ დიდი ალბათობით შიმშილი უკვე შეგაწუხებს. ანუ საბოლოო რეკომენდაცია არის 4-დან 8 კვებამდე დღეში, ისე რომ კვებებს შორის 3-დან 6 საათამდე იყოს დაშორება. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, სადაც განვიხილავთ კვების დაგეგმვას სხვადასხვა აქტივობების გარშემო.